საღამომშვიდობისა. ამას ვერ ნახავთ კინოში, ამას ვერ ნახავთ ვერც ერთ სერიალში, ამას ვერ მოგიყვებოდენ ბავშვობაში, ვერც ერთ ზღაპარში, იმიტომ რომ ეს ყველა მოგონილ ამბავზე უფრო ნამდვილი ამბავია. ეს პროფილია და ჩვენ ვიწყებთ. როდის გაიგეთ სიმართლე? სიმართლე გავიგე 29 წლის ასაკში. მართლა? გიორგი როგორ იპოვეთ? როგორ ვიპოვნე შვილო და უშვილო რო ვიყავი, უცუბიძეზე წავედი და მოიკითხე იქ ბავშვი. მითხრეს რომ ჯერ პირველ რიგში არა გაქვს და ოჩერედი უნდა ამასაო და ოჩერედში ჩაეწერეო. დირექტორმა ჩამწერა ოჩერედში. როცა რამე გამოჩნდებაო, მე გაგაგებინებო, ჩვენ თვითონ შეგატყობინებთო. მე გავიდა თვეები, ვერ ვისვენებდი. მაინც მივდიოდი, სულ არა აქ ვიყავი. უცუბიძის ბავშვთა სახლში, ჩვილ ბავშვთა სახლში. ჩვილ ბავშვთა სახლში, უცუბიძეზე. ხო და რომ მივედი და არაო გენაცვალო, ცოტახანაც მოიცადეო, მე გავიდა რამდენიმე თვე და დამირეკეს, რომ სასწრაფოდ ჩამოდიო. ვიმშობიარე, მე თვითონ მივედი, იმიტომ რომ გზაში ამტკივდა მუცელი, მე თვითონ მეხუთე სამშობიაროში, ვიმშობიარე ბავშვი. იმ წუთში რომ დაიბადა ჩემ უფროსბიჭს მივამძგავსე. იმას გავდა ზედ გამოჭრილი და მე იმ წუთშივე გაშავდა და კრუჩხებში ჩავარდაო და სტაცეს ხელი და წაიყვანეს ინკუბატორში. ხო, მე გავიდა რომ არ მოყავდათ, იმიტომ რომ შეიძლება იმის გამოყვანა ლურჯდებაო, კრუჩხები ემართებაო და იქ რო იყოს უკეთესიაო და რძეს ვატა და აჭმევდნენ იქ. და ბოლოს თან თქვეს, მაშინვე თქვეს, რომ არ გადარჩება ესო. იმდენად სუსტი ბავშვიაო, რომ ეს ბავშვი არ გადარჩება, მაშინვე თქვეს იქვე რომ დაიბადა. და ბოლოს უკვე მე-7 დღე იყო, კარგად მახსოვს, რომ მაჩვენეს ბავშვი მოხუცი არ ვარ 55 წლამდე ქალი იყო, ალბათ სანიტარი და მაჩვენა შენი შვილი დაიღუპა, რო ვიკითხე. გაჩვენეს? კი, ბავშვი მაჩვენეს, რომ შენი ბავშვი დაიღუპაო. თქვენ წაიყვანთო თუ ჩვენ დავმარხოთო და სად წამეყვანა მე? ეს იყო 1991 წელს. 39 წლის წინ. კი, 39 წლის წინ. მე თვითონ 23 წლის ვიყავი მაშინ. ეჭვი არანაირი არ ქონია? ეჭვი არ მქონია, იმიტომ რომ ძალიან მძიმედ დაიბადა, სეფსისიანი გალურჯდა, გაშავდა და უკვე ეჭვიც არ შემპარვია. იმიტომ რომ სულ რო შემოდიოდნენ, რამოდენ დაიღუპებაო. ამ დროს მეუღლეს იყავით გაშორებული? კი, მეუღლეს ვიყავი გაშორებული. ეს თქვენი პირველი შვილი იყო? არა, მეოთხე. მეოთხე შვილი იყო. 23 წლის ასაკში მეოთხე შვილს აჩენდით უკვე? ძიმე ცხოვრება გქონდათ კი, ძალიან. მომიყევით რა? 15 წელს ვიყავი, რომ დედა ჩემმა გამათხოვა. ძალით? ძალით როგორ რავი, ის სახლია, კარია ხო, მდიდარიაო და გამაყოლა. არ გინდოდათ თქვენ? მე არც ვიცოდი რა იყო გათხოვება. ხო. სად ხდებოდა მოქმედება საცხოვრებლად? კასპის ქვემოჭალაში. დიახ. მე ვინ იყო ეს თქვენი ქმარი? რამდენი წლით იყო თქვენზე დიდი? 19 წლით. 19 წლით თქვენზე დიდი იყო? მართლა გცემდათ გაქვნა? კი. ხშირად? კი. მე გამიჩნდა ერთი შვილი. ვითმენდე ყველაფერს. მაშინვე დაიწყო ცემა? კი, ეს მაშინ სხვა ის იყო მენტალიტეტი და იძულებული ვიყავი მომეთმინა ბავშვების გული. ეს 15 წლის ბავშვისთვის 19 წლით უფროს კაცის ქცოლობა რა იყო? პირველი ბავშვიც დღენაკული დაიბადა კილო და 300. ხო. ორი თვე სანამ არ მოიმატა წონაში სამონტყოფოში. რამხელა იყავით პირველი ბავშვი რო გაგიჩნდათ? 16-ის. მე მეორე გამიჩნდა. მალევე. ის დამეღუპა და ის სანამ ის დამეღუპებოდა ფეხმძიმედ ვიყავი, გოგო მყავს ახლა ერთი, იმაზე ვიყავი ფეხმძიმედ, როდესაც დამეღუპა. დიახ. და ნოემბრის 8-ში დამეღუპა და დეკემბრის 26-ში ვიმშობიარე მეორე ბავშვი. დიახ. ესეთი ცხოვრება მქონდა.
წამოხვედით რომ იმ წამოვედი ოჯახიდან. ოჯახიდან უკვე იძულებული ვიყავი წამოსულიყავი. არ ვიცოდი რომ ფეხმძიმედ ვიყავი და რომ გავიგე, მეთქი როგორც ამათ გავზდი ამ ორს, ისე გავზდი იმასაც, მეთქი მოშრება არ მიფიქრი. სახლიდან რატო წამოხვედით? აი საბოლოო გადაწყვეტილება რატო მიიღეთ? აი ძალიან ცუდი პირობები მქონდა. უკვე რომ ვეღარ გავწელი წამოვედი. სხვა გზა აღარ ეს მქონდა. ნაადრევი მშობიარობები ორსულობის დროს ცემის გამოც იყო, ორსულსაც გცემდათ. აი კაი ცხოვრება არ მქონია. ხო, თავი როგორ გაგქონდათ მე? არ ვიცი, არ ვიცი. უკვე აღარ აი ბავშვებს მე რა საჭმევდით ქალბატონო? ხანს მქონდა საჭმელი, ხან არ მქონდა საჭმელი. მე ვერ მუშაობდი, პატარა ბავშვები ვიყავ და ჩემი ქმარი არ მუშაობდა, სულ სვამდა, დადიოდა სუნთრალი იყო. იძულებული წამოვედი რომ თან მამამთილი სული ყავდა მოკლული. მოკლული? კი. და საგიჟეთში იყო, ისიც გამოიყვანეს. უკვე მეშინოდა რომ ბავშვებსაც არ აქვს და წამოვედი იმიტომ. თუ თქვენ რომ მოეკალით არ გეშინოდა? ჩემი არა ბავშვები. გასაგებია, ხო. მერე საცხოვრობდით ბავშვებთან ერთად. ბავშვები დედაჩემთან დავტოვე რომ წაბალმე თქვენ ბინას ვიშოვე, ქირით რომ სამშოუს ვიშოვე რომ წავიყვან ბავშვები დედაჩემთან და წამოვედი მე თბილისში. ბებია აქაური მყავს თბილისელი, ბებიასთან ვიყავი. ხო. და ესე როგორც იქნა, სუქერი საღრი ცხოვრებაში არ მქონდა, სუქერი ცხოვრო. ბიჭიც დამეღუპა. სიმწივე მქონდა. რამდენი წლის წინ დაიღუპა თქვენი ვაჟიშვილი? ეხლა წელიწადი არ არის. მარტის 29-ში. ანუ 4 მშობიარობის შემდეგ თქვენ ზრდასრულ ასაკამდე თქვენმა ორმა შვილმა მოაღწია, ვაჟიშვილმა და ქალიშვილმა. კი, ისა წელიწად და 2-3 თვის დამეღუპა გოგო. ხო. და ყავთ ქალიშვილი. მეტი არავინ. ხო, და მყავს ერთი ქალიშვილი. არ გათხოვილ ხართ მერე? არა. და როგორ ცხოვრობთ? აი, წვალე. მუშაობთ სადმე? ეხლა არა, პენსიაზე ვარ. თურქეთში ვიყავე და ბავშვი ცუდად იყო წამოვედი და იქა მუშაობდი. აქ ჩვენი ასაკის ხალხს სამუშაოს არავინ არ აძლევს. ეჭვი არასდროს არ გაგჩენიათ, რომ თქვენი გარდაცვლილი ვაჟი შეიძლება ცოცხალი ყოფილიყო? ეჭვი მკვდრებში არ მომიხსენიებია, ვერ ვიხსენებ, ვერ ვიხსენებდი მკვდრებში. რატო? არ ვიცი. და შესაბამისად, ბავშვი, რომელიც ასეთი მძიმე მშობიარობის შემდეგ დღენაკლული დაიბადა, როცა გითხრეს, რომ ბავშვი გარდაიცვალა, ეჭვი არ შეგპარვია. არ შემპარვია, იმიტომ რომ მძიმედ იყო ბავშვი. თვითონ როგორც კი დაიბადა, ერთი შევასწარი თვალ, რომ ჩემ ბიჭს გავდა ძალიან. ხო. და უცებ გაშავდა. და მაშინვე წაიყვანეს ინკუბატორში. ხო. რომელ სამშობიაროში? მეხუთე სამშობიაროში. თბილისის? კი, თბილისში. გიორგი, რა იცი შენი დაბადების შესახებ? მე არ ვიცოდი რომ აყვანილი ვიყავი. სანათესაო არც მაგრძნობინებდა როგორც საკუთარი ბიძაშვილი ისე მიღებდნენ. ანუ არანაირი ეჭვი არ ქონია? არანაირი ეჭვი არ მქონია იქიდან გამომდინარე რომ როგორც საკუთარი, აი საკუთარი სისხლი და ხორცი ისე მიმიღეს. და არანაირი გარჩევნებაც არ იყო აი ბიძაშვილებთან დაკავშირებით. სითბოს, სიყვარულს, როგორც სხვა ბიძაშვილთან გამოხატავდნენ, იგივე ჩემთან გამოხატავდნენ. როდის გაიგე შენი ნამდვილი ამბავი? როდის წამოგაწახეს? ეს 29 წლის ასაკში გავიგე რომ წამომაძახა. ეჭვი არ ქონია გიორგი მანამდე? არანაირად. ბიძაშვილს ჰქონდა სუფრა რაღაც წვეულებასავით და იქ ბიძა იყო ჩემი და იმან ფრაზა ვთქვი რაღაც და იმ სიტყვაში ბიძამ წამომაძახა რომ ნაბიჭვრისგანო სიტყვა არ არის დასაჯერებელია. უკვე დასრული ვიყავი, ასაკში ვიყავი და ეს სიტყვა ყურთან მომხვდა ძალიან მტკივნეულად. და უკვე გამოვედი სახლში და დედას მოვთხოვე აიხსნა თუ ნამდვილად ვინ ვიყავი მე.
მანამდე გაშვილების ცნობა უკვე ნანახი გქონდა, არა? არა. და მე დედამ ტირილი დაიწყო და ამიხსნა ყველაფერი რა როგორ მოხდა. როგორი იყო? აი როგორც ვირთხა შვილი პატარა გამხდარა აი მხელა იყო აი მხელა იყო 8 თვისა იყო და არც კი დაინახებოდა იმე ცარიელი ძვარი და წყავი იყო შვილო. რატო იყო ესეთი ქაბატონინო? რატო იყო ესეთი? ალბათ არ აკვებავდნენ რა ვიცი მე. ის მართალია რომ ერთმა ოჯახმა აიყვანა და მე უკან დააბრუნე. ეგრე იყო იმიტომ რომ მე რო დაბადების მოწმობა აუღე აქაც თბილისში ავიღე. Ცაცა იგი იყო დაბადებული იმ რაიონში მივედი და ავიღე ის დაბადების მოწმობა. მაინტერესებდა. ხო და რომ მივედი ჩვენებური ქალი იყო ის ყანდაშვილი იყო და იმას ავკითხე რომ რა არის ესა მე თქვი ეს ჟურნალზე რომ ხერ მაწერებინებ ეს ამოდონა წაშლილები რა არის მე თქვი სხვამ წაიყვანა და მოიყვანა უკან დააბრუნა და რა ვიცი ეგრე ჩაასო და რა ვიცი მეო გული არ გამიტეხა რა ანუ წაიყვანა ოჯახმა და მე დააბრუნეს უკან ბევრჯერ 1-4 ადამიანი იყო მაგრე მართლა ხო ძალიან სუსტი და ავანტყოფი რა პრობლემები ქონდა ჯამრთელო სეფსისი ქონდა და ვერ შემოუარეს იმათმა არავითო და ეგ შინაური ეგთანი იყო მანდავე მუშაობდა იმ გოგომ შემომატყუა გაიგე რომ ვიმე რასამფო ძალიან კარგი ბავშვია და უნდა გეხარ მაგრამ სახით გოხდა კარგი იყო მაგრამ ტანი იყო გამხდარი გაუბედურებული და თქვენ უვლიდით და უვლიდით უვლიდება რას მიზამდი შვილო როცა ვიკისრე და რომ მივიყვანე თან დამარიგა რომ მომყავდა სახში კარდინალში დავიყვანე და იქ რომ მიმყავდა ხო თვითონ იმ გოგომ მე მეთხრა ეგთანმა დეიდაო ესაო შეიძლება მეორე დღეს სიცხე მისცესო და არ შეგეშინდესო ამან წინასწარ შემატყობინა მაგრამ უკან ხარ დავაბრუნებდი არაშვილო მეთქი რაც არის ეს არის ჩემი ბედი მეთქვი ავდექი და წავქენი წავიყვანე მივიყვანე შინ გავაბანე გავასუფთავე გავხეხე საჭმელები მეუმარაგე სულ ყველაფერი რამე და მე მართლაც სიცხე მისცა სიცხე რომ ისა კრუნჩხა დაეწყო სულ გაშავდა გაშავდა როგორც აისე და ჩამოიღადრე ჩემ მეუღლემ შენდა და კი ვატირა შენი კახურად მოხდა ჩამაკუთხა ეს რა მაიყვანე ეს რა არის რა ჭირი გაიხადე მაგაი რომ რამე მოუვიდეო აი ეგრე თავ დაგაჭრი და მაგაი მეგაყოლე ფიცოდეო მეშინო და ვამოვდი ღმერთონე და მეზობლები მყავდნენ კარგი მეზობლები მეხმარებოდნენ ძალიან ხო და იმათ გამარჯვებინე ეს ყვებით კიდე ხანა ეჭამდა ხან არა და ხან რას უჩვენდა ხან ბარბასაც უხაშამდი ჭინჭარ უხაშამდი და ვიტამინები მიიღო შვილო რომ ცოტა რაღაცა საავადმყოფოში ხშირად იყავით საავადმყოფოში ჯერ სიღნაღში დავაწვინე მე სიღნაღიდან გურჯანში გადმოიყვანე გურჯანიდან მე აქ დამყავდა მათან პროფესორებთან რა ციციშვილი და ძნელი იყო ეს ყველაფერი ხო რაც მე მაგიწონა ფული მაგ დახარჯული და ალალი და უსოყვედურო იყო ალალი გიორგი რა განცდა გქონდა როდესაც ნახე შენი საბუთები და ამ საბუთების მიხედვით შენ მოხვდი ნუცუბიძის ბავშვთა სახლში და რამდენიმე ოჯახმა გიყვანა მათ ნახეს რომ შენ ქონდა ჯანმრთელობის პრობლემები და მე უკან დაგაბრუნეს. აი რა იყო ამის გააზრება, რომ აი ესე სათამაშოსავით ხალხს მიყავდი სახლში, მე გიწუნებდნენ და უკან გაბრუნებდნენ. აი ეს რა არის გასააზრებლად? ეს ძალიან რთული იყო ჩემთვისაც გასააზრებლად, იმიტომ რომ ალბათ ესეც იყო კარგი, როგორც მოხდა. და აღმოჩნდი იმ ოჯახში, რომელიც რომ ჩემთვის სითბოს სიყვარულს და ნორმალურ გზაზე, ცხოვრების გზაზე დაყენებას ხელს შეუწყობდა. ნამდვილად მადლობელი ვარ მე იმ ხალხის, ვინც მე მიმატოვა, უკან დამაბრუნა და მადლობელი ვარ ჩემი მშობლების, ვინც გამზარდა, თავი დადო, გამზარდა და ცხოვრებაში გზა მომცა. და მომცა იმის საშუალება, რომ სრულფასოვან ადამიანად მეგრძნო თავი. შენ შეიძლება ცოცხალი არ ყოფილიყავი,
ამ დიაგნოზით და ისეთი მოვლის პირობებით, რომელიც 80-იან წლებში და 90-იან წლებში იყო იმ ბავშვთა სახლში, იქ რომ დარჩენილიყავი. შეიძლება უბრალოდ ვერ გადარჩენილიყავი, შენ რომ შემგამზრდელ დედას არ ეპოვე. დიახ, ასე არის ნამდვილად. გახსოვს დედა როგორ გივლიდა ბავშვობაში ავადმყოფობდი ძალიან. დიახ, დედის ამაკს მე არასოდეს არ დავივიწყებ. მთელი სანამ ცოცხალი ვიქნები, მე მემახსოვრება დედის სითბო, ამაგი და დედის სიყვარული. აი საავადმყოფოში რო იყავით ხოლმე ხშირად ექიმებთან რო დადიოდით. მამასთან კონფლიქტი ქონდა სულ, იმიტომ რომ გივლიდა შენ სულ. გახსოვს ეს? დიახ, მამასთან კონფლიქტი ქონდა იქიდან გამომდინარე, როდესაც მე ხდებოდი ცუდად. მამა ეჩხუბებოდა ხოლმე, რომ მამას რომ რამე დაემართოს, არ გაპატიებ. ეს უკვე მე ცოტა ბავშვი ვიყავი, მაგრამ მაინც მესმოდა რა, რასაც ეუბნებოდა. ამას რატომ ეუბნებოდა, დიახ. ახლა კი, რა ვიცი, აი ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი მშობლების. როგორი ქალი იყო დედა შენი, აი რა გახსოვს? საოცარი ადამიანია, ნინოზე გეუბნები. დედა არის ძალიან თბილი, მოსიყვარულე. თავი გადაადო, იმიტომ რომ შეეძლო რომ დაეტოვებინე, როგორ ცხებმა გააკეთეს გიორგი. დიახ, მაგრამ იმდენად გულთან მიმიტანა დედამ, რომ ამას არ გააკეთებდა ალბათ. და აი ნამდვილად ვიცი, რომ არაფერი არ დაუკლია ჩემთვის. ისე გავიზარდე ფუფუნებაში, გამზარდა დედამ, იმიტომ რომ სოფლის საქმეებს მე არ მაკეთებინებდა მიუხედავად ამისა, რომ ვიზრდებოდი კახეთში. მე სოფლის საქმეები არ მასწავლა, ესეც ცუდი არის, უნდა მცოდნოდა სოფლის საქმეები, მაგრამ რომ არ დაუღლილიყავი და რამე რო არ მეტკინა, ცდილობდა რომ სოფლის საქმეები არ მცოდნოდა და კალთის ქვეშ ყოფილიყავი მის კალთის ქვეშ. გაწუხებს ახლა რამე? ამ ეტაპზე ახლა აღარაფერი. საერთოდ აღარაფერი. როდის შეგიყვარდათ? როდის მიხვდით, რომ თქვენი შვილია? რა დღიდანაც წავიყვანე. ხო. მე უკვე ჩემად მივიღე შვილო. ხო. მაგრამ ჩემ ქმარს არ იმას აშურებოდა. არ იღებდა, გაიგე? აბა რა არის, აბა რა მაიყვანიო ესავიღდა. მე ვთხარი, კარგი გოგი, ღმერთი საწყინოს ნურაფერს ეუნები მეთქი და რაც არის ეს არის. შეგვრჩება რა კარგი არა და მე მოიკრამ თავ ნუ გეშინია. შენ ოღონდ კარგად იყავი. იმანაც ბევრი ინენიურა. ჩემ ქცევებზე და იმებზე. რასაც მოიქონდა, რაც მოიქონდა, მონაკვეთ ნავთობებში მუშაობდა, რაც მოიქონდა სულ ამაი ვაყრიდი ექიმებსა და სულ ყველა წამლებსა და იმებში. როდის გაიგო, რომ თქვენი შვილი არ იყო? არ ვიცი, შვილო, მე საბუთები შენახული მქონდა ლეიბის გამოგჩენი. არ გინდოდათ რომ გაიგო? მაგრამ მე ისე არ წავიდოდი ამ ქვეყნიდან, რომ არ მეთქვა. მაინც ვეტყოდი. მაინც ვეტყოდი და მაინც თვითონ იმდენი იეშმაკა, რომ ის ლეიბი გამარღვია, რას ეძებდა ლოგინებში, მე რო შინ არ ვიყავი, მუშაობდი მეურნეობაში. ხო და რომ მოვიდოდი ხავამუქ ამ ლოგინ რა ეცა, რა ეცა, რატო აწეწილი ესე მეთქი და რა მეტყოდა. ხო და შვენივრად მიხვდა მე მე აყვანილი ყოფილი ვარ დედიო და არ მეუნები და რატო შვილო მე უნდა მეთქვი შენი ის არ მინდოდა მეთქვი მე ამ ქვეყნიდან ისე არ წავიდოდი რომ მე შენთვის არ მეთქვა ინერვიულეთ მე რატო მაინც ხო იცი 1000 მაიმუნი ხალხი არის იმას ეთქვან ის იმას იტყვის ისე და გული არ შეეცვალო იმასგან მე ენაცვალო დედა მაგაი ჩემთვის არ შეუცვლია გული უყვარვარ და მიყვარს ეს რთული საუბარი იყო ძალიან ძიმე იყო ამის მოსმენა. ჩემთვის რა თქმა უნდა ეხლა რომ გაიგებ რომ აყვანილი ხარ და გიმალავენ რთული არის ცოტა აღსაქმნელად, როდესაც 29 წლის ადამიანი მძანდები. ხო. და იქიდან გამომდინარე რომ გავაანალიზე ყველაფერი დედამ მითხრა რომ ხომ არ მიმატოვებ. ხო. და ტირილი დაიწყო. მე ვთხარი მე შენ არასოდეს არ მიგატოვებ მეთქვი. და მთელი ცხოვრება შენს ამაკს და შენ დედობრივ სიყვარულს გულში შევინახავ. თვეების წინ გიორგი იყო ჩვენთან გადაცემაში და ის ეძებდა მის ბიოლოგიურ დედას. გიორგი, რა გითხრეს გამზრდელმა მშობლებმა? კანონიერი გზით ხართ აყვანილი? დედამ მითხრა რომ 1000 მანეთი გადაიხადეს ჩემში. ესე იგი უკანონოდ ხართ აყვანილი. ოღონდ დიახ.
იმ შემთხვევაში თუ თქვენ შვილად აგიყვანდნენ კანონიერი გზით, თქვენს ბიოლოგიურ მშობლებს უარი უნდა ეთქვათ თქვენზე და ეს უარი უნდა ყოფილიყო წერილობითი. სავარაუდოდ რახან თქვენში ფულია გადახდილი უკანონო გზით ხართ აყვანილი, ანუ გაკყიდეს და ფული აიღო ბავშვთა სახელმწიფოში. იმ პროფილისთვის არ გიყურებიათ? არა. ჩემ დამუყურა თურქეთში და იმან დამირეკა და მითხრა. როგორ მოხდით ბავშვთა სახლში? არ ვიცი. საბუთებში ეწერა რამე თქვენ საბუთებში? სახლში საბუთი მე თქვენ წარმოიდგინეთ ვიპოვე, სახლში საბუთში ეწერა რომ მამა არის გიორგი, გვარი არის გოდერძიშვილი. გიორგი და გოდერძიშვილი. დედა სავარაუდოდ ქვია ამალია. იცით როგორ გიტოვეთ? სახელიც ხო ახსენა, თან ჩემი სახელი კიდე ისეთი უცხოა, რომ რა მე მგონი მილიონში, საქართველოში მილიონში ერთს ქვია. ჯერ არ ვიცი რა დამემართა. მეც არ ვიცი, არ ვიცი, ვერ წარმოგიდგენთ რა მდგომარეობაში ჩავარდი. ჩემი შვილია, მაგრამ საიდან მეთქვი, თან მაგას ვიწახდი. რა რეაქცია გქონდათ, როდესაც პროფილის პროდიუსერმა სოფო ჩხიკიძემ დაგირეკათ და გითხრათ, ქალბატონო ამალია, თქვენი შვილი ცოცხალია. მე როცა მითხრა სოფომ, მე უკან კალი დამაწყებინა, მე ვერ მომენტში ვერ აზროვნება და აღარ მქონდა. დავკარგი აზროვნება. ხო. რა განცდა? აი მე ძალიან სიხარული, ტკივილი, აი ყველაფერი ერთად არის, ვერ აგეხსნით. დაუჯერებელი. დაუჯერებელი ამბავი. ჩვენ როცა ვიკოლევდით თქვენ ამბავს და როცა გავიგეთ რომ 1 წლის წინ ზრდასრული ვაჟიშვილი დაკრძალეთ, როცა გავიაზრეთ რომ თქვენთვის უნდა გვეთქვა რომ გყავთ ცოცხალი შვილი, ისეთმა დიდმა ემოციურმა ტალღამ დამარტყა რომ ძალიან იშვიათად ტირი ხოლმე ისტერიული ტირილი ამიტყდა, იმიტომ რომ 1 წამი თქვენ ადგილას დავაყენე ჩემი თავი და მივხვდი რომ ძალიან შურდა თქვენი, აი ძალიან. მერთმა გამომიგზავნა. თითქოს კი არა ასეა. ასეა. გიორგისაც ისევე როგორც ძალიან ბევრ ჩვენ სტუმარსაც ჰქონდა ცხადია უფრო მეტწილად უარყოფითი დამოკიდებულება მისი ბიოლოგიური დედის მიმართ, იმიტომ რომ ჰქონდა უამრავი შეკითხვა, რა მოხდა და როგორ აღმოჩნდა ის ბავშვთა სახლში. სანამ სიმართლეს გაიგებდი, რა კითხვები გქონდა გიორგი? გეგონა რომ გაყიდეს, გეგონა რომ მიგატოვეს, რატომ მიგატოვეს? გქონდა ბუნებრივია უარყოფითი დამოკიდებულება. რა იყო ეს მითხარი? პირველ რიგში კითხვა ერთადერთი კითხვა მექნებოდა. თუ შვილი არ უნდოდა, რატომ აჩენდა და რატო ტოვებდა სამშობიაროში? და რატო სამშობიაროდან რატო არ ინტერესდებოდა მისი შვილი ცოცხალი იყო თუ არა და რატომ მაინც რატომ? რატო გინდოდა მისი მოძებნა, როდესაც ასეთი საოცარი აღმზრდელი ყავდა? საოცარი ქალბატონი. მეზრდებოდა შვილები და იქიდან გამომდინარე რომ მე მყოლოდა დედმამიშვილი, ჩემი შვილები და ჩემი დედმამის შვილის შვილები არ შეხვედრდნენ ერთმანეთს. ხო. ამის შიში მქონდა და ამიტომ გადავწყვიტე მშობლების მოძიება. როცა გაიგე რა რეაქცია ჰქონდა? როცა გაიგე შენი ნამდვილი დედის ნამდვილი ამბავი, რომ დედას ეგონე 39 წლის წინ გარდაცვლილი, რომ დაიბადე ძალიან მძიმე მშობიარობის შედეგად, რომ დედა იყო უმძიმესი ძალადობის მსხვერპლი, რომ ბაბუას მოკლული ყავს ბებია, რომ მამა არის მოძალადე, რომ დედა 15 წლის ძალით გაათხოვეს და შენ ხარ ნაადრევი მშობიარობის შედეგი და შენი გადარჩენა ფაქტიურად სასწაულის წოლფასი იყო და დედას მყარი ეგონე ამდენი წლის მანძილზე. რა რეაქცია ჰქონდა? პირველ რიგში გამიხარდა. ხო. ეს ინფორმაცია რომ გამაგებინეს დედა ვიპოვეთ და მეორეც ეგერთი შემეცოდა იქიდან გამომდინარე რომ დაუმალეს შვილი რომ ცოცხალი ყავდა. ხო. და უთხრეს რომ გარდაიცვალა. თითქოს ღმერთმა გამომიგზავნა. მე რო შესაძლოა დიდებ. თითქოს ღმერთმა გამომიგზავნა ის 29 დამეყופה.
და თითქოს ეს ღმერთმა გამომიგზავნა. არ ვიცი. სასწაულები ვიცოდი რომ ხდებოდა, მაგრამ ასეთი სასწაული დღესაც ვერ მოვდივარ გონს, რა მოხდა არ ვიცი. რა განცდები იყო, როცა უნდა გენახა გიორგი? ეხლა ვკანკალებ, იმიტომ რომ ჯერ არ ვიცი ვინ არის, ვის უნდა შევხვდე და უბრალოდ მაინტერესებს ვინ არის. პროფილი რომ გავიდა, ხუთშაბათ პარასკევს უკვე გამოხმაურება მქონდა, დამიკავშირდა დეიდაშვილი და მითხრა რომ ყველაფერი ემთხოვა და მგონი გიპოვეთ. მე რა თქმა უნდა ყველაფერთვის მზად ვარ რომ მივიღო. მაგრამ როგორ ამიხსნის დედა, ამასაც დიდი მნიშვნელობა აქვს. თან მეშინოდა, თან მიხაროდა და მინდოდა რომ მაინც მენახარო. ხო. და რო ნახე მერე? სიხარულს არ გახებდი რო დაინახე. აი რა ხდებოდა შიგნით? თან ახლობელია, ძალიან ახლობელია, თან უცხოა, თან პირველად ნახულობ. რო ნახე თითქოს გავშეშდი ერთ ადგილზე. ხო. და ვუყურებდი და მან რომ დამინახა ჩაიკეცა მუხლები მოეკვეთა. ვეღარ გაუძლო რომ დამინახა და დედამ უფრო გამოხატა ვიდრე მე. ხო, იმიტომ რომ მას გარდაცვლილი ეკონე. და ღვთის საჩუქარი ხარ მისთვის ნამდვილად. დამამახსოვრდა თქვენი სახე. გენაცვალე მეკირი ხაკარ. დავით ანგერა. არა ალალი და უსაყვები. ყველაფერი თქვენ უნდა. შემე რაც გინდა ის დამეძახე დედა ისა. გაბატონ ამალია, ჩვენ გიპოვეთ სახელით. აი ზუსტად აი ამ იშვიათი სახელით, იმიტომ რომ თქვენი სახელი რომ ყოფილიყო ნინო, თამარი, ქეთევანი, ეს უფრო რთული იქნებოდა, იმიტომ რომ სახელმა გადაგარჩინათ, ხო? იმიტომ რომ ნიერება რო ეგ სახელი, არა ძალიან არ მიყვარს ჩემი სახელი, მაგრამ ნიერება ყოფილა რო ეს. იმიტომ რომ ერთადერთი რაც ვიცოდით, გაშვილების მოწმობაში ეწერა თქვენი სახელი ამალია. და გიორგი მიცოდა მხოლოდ ეს, რომ არსებობს ადამიანი სახელად ამალია, რომელსაც რაღაცა კავშირი აქვს მის ბიოგრაფიასთან. და მე აი ეს თქვენი სახელი ვთქვი გადაცემაში და ასე დავიწყეთ თქვენი ძებნა. ვიცით დედის სახელიც, რომელსაც ამალია ქვია. დაბადების თარიღი გაიმეორეთ კიდევ ერთხელ. 1991. მე დარწმუნებული ვარ, რომ თბილისში ცხოვრობენ ადამიანები, იგივე მედპერსონალი, რომლებიც მუშაობდნენ მაშინ შვილბავშვთა სახლში და მათ იციან ეს ისტორია. მადლობა იმისთვის, რომ კარგ ოჯახში გააშვილეთ და თუ რამე იცით, ძალიან გთხოვთ გაგვიმხილეთ სიმართლე. დაინახეთ გიორგი. რა მოხდა მერე? როგორ გაგრძელდა აი ეს ყველაფერი? რა ხართ ახლა, ვინ ხართ ერთმანეთისთვის? რამდენი ხანია, რაც გიორგი გამოჩნდა? 2 თვეა. და ძალიან ბედნიერი ვარ. აი თითქოს ღმერთმა გამომიგზავნა, ერთი დამეღუპა და მეორე ალი იგივეა. ხო. აი თითქოს ღმერთმა გამომიგზავნა. რო ტკივილი შემზე, მაგრამ ტკივილს ვერაფერი ვერ შეამსუბუქებს. უცხო არ არის თქვენთვის? არა, მე ვერ გვზნობ რომ უცხოა. ასე მგონია რომ სულ ერთად ვიყავი და არ ვიცი რატო. ხო. გიო, შენთვის არ არის ძნელი? აბსოლუტურად უცხო ქალია, აი ასეთი თვალებით რომ გიყურებს, შვილო რომ გეუბნება და ამ დროს რომ უცხოა შენთვის აბარა არის. უცხო სანამ ამბავს გავიგებდი რა როგორ მოხდა ჩემთან დაკავშირებით, იქამდე კი იყო უცხო, მაგრამ ახლა რომ ყველაფერი ვიცი, უცხო აღარანაირად აღარ არის. არა. დიახ. როგორ აგეწყობათ ურთიერთობა, როგორ გონიათ?
ჩვეულებრივ. ხო. ილაპარაკეთ მე ნორმალია. შეიძლება მომიყვეთ აი როგორ რა უთხარით ერთმანეთს, რა მოუყევით. ყველაფერი იცი. შიგადაში უყვები ხოლმე. ხო. როცა ერთად ვართ, ხშირად ვართ ერთად. ხო. ხშირად მივდივარ. ხო. მამა ცოცხალია? კი. ხო, ნახა გიორგი მამა. არ მინახია. არ გაქვს სურვილი? რა თქმა უნდა ახლა უბრალოდ ვიცოდე ვინ არის მამა ხომ და ვიცოდე. ხო. მან იცის თქვენმა ყოფილმა მეუღლემ რა ცოცხალია? უჩვენებია და შოკში ჩავარდა. გელას მსგავსება დიდია. ხო. რა თქვა? მე კონტაქტი არ მოქვს იმასთან. აპირებ გიორგი რო ნახო და გაიცნო. უნდა ნახოს. რა თქმა უნდა. ხო. იქიდანაც ყავს დედმამიშვილები და ხომ და ვიცოდე. იმას სხვა ცოლი ყავდა, იქიდან ყავს ორი ძმა. გასაგებია. დას როგორ შეხვდი? დას მე სადაც მუშაობს, სამსახურში ერთად მუშაობს. ეხლა? არა, ჩემი დაც. დადა ისე ერთად ლილოში მუშაობენ ორივე. ლილოში მუშაობდა ჩემი დაც და მე. თურმე ერთად მუშაობდით, ამდენი წელი ერთად მუშაობთ. 35 წლის ბრაზილიურ სერიალიც კი არ ხარ. 35 წელი ერთად კოსმიკური სერიალი. 35 წელი არა, ბელა. ანუ ბელა 1-10 წელი რაც მუშაობ. ხო, 10 სადღაც 18 წელი მე მუშაობდი ბაზარში. მე იმ მომენტში რომ საავადმყოფოში დავდიოდი, შვილი რო დამყავდა, მაშინ მითხრა ერთი ბიჭია ძალიან გავს გელასო. ხო. და მაშინ ახლა ფიქრშიც არ მომსვლი, იმიტომ რომ მე სხვა იმაზე ვიყავი გადა. გასაგები. ანუ საკუთარ დასთან ერთად 10 წელია ერთ ტერიტორიაზე მუშაობთ და არ იცით რომ თქვენი და. არ ვიცოდი რომ ჩემი და იყო და ჩემთან ფარდები იყიდა. მართლა? არა, ფარდები არა, ბოდიში. ჩემთან იყიდა თეთრეული, სადაც მუშაობ მაღაზიაში და იქიდან უფრო და უფრო აღუქვი მისცა. ეხლა როგორი ურთიერთობა გაქვთ? ეხლა ძალიან თბილი. როგორც საკუთარი დედმამიშვილი ხო ვართ და უფრო უმაღლესად. შვილები გააცანეს ერთმანეთს? დიახ. აუ რა მაგარია. ქაბოტონინო, როგორ გაიცანით? ვინა? თქვენი შვილის ნამდვილი დედა. ინერვიულეთ, არ ინერვიულეთ, გიორგიმ რომ მოგიყვათ. სანერვიულო რა იყო შვილო? არც უნდა გავნერვულიყავი, უფრო გამიხარდა. მე ვარ ასაკოვანი ადამიანი. უკვე 80 წლისა გავხდი. ხო და ამას ხო პატრონი უნდა და შვილო. ხო. მე გამიხარდა რომ პატრონი გამოუჩნდა. მე ერთი წუთად წარბი და თვალი არ დამიხამხამებია. ხო. ღმერთმა მოიწადინა, იპოვნა, ღმერთმა დღემისე და კარგად იყვნენ და ჯამთელოთა მაგრამ უთხრაკე. ხო. რატო ეუბნებოდით გიორგის? აი ხა სანამ გადაღებას დავიწყებდით, გული გამithვა რაღაცნაირად. შვილო, ხო გიყვარვარო რომ ეუბნებოდით? არა, ამა ისეთი ჯიგარი აქვს, რომ ყველა უყვარვარ. არ ვეჯავრები. მაგრამ ცოტა ცელქია. ხო. ცელქია. არ ეჭვიანობთ? არა. აბა რაზე? რა ვიცი. არა. ქაბოტონია, თქვენ რა დამოკიდებულება გაქვთ ქაბოტონი ნინოს მიმართ? ის რომ არ გამოჩენილიყო თქვენი შვილის ცხოვრებაში, გიორგი დაიღუპებოდა, 4 ოჯახმა აიყვანა და უკან დააბრუნა. არ ვიცი, ძალიან ღვთისმიერი ქალია. მე რაც შემეძლება მე გვერდიდან არ მოვშორდებ. თქვენი შვილი რეალურად მან გადაარჩინა, მან აჩუქა მეორე სიცოცხლე. მე ძალიან მიყვარს, დიდ პატივს ვცემ. ეს ერთი ღამეში არ ამყავ უკვე გული გახეთქვაზე მაგ. მე არ შემიძლია. იგრე გავზარდე რომ მე კუდ უკან ვდი. მე არასოდეს არ ვიფიქრებ რომ მე იმაზე წინ დამაყენოს ჯერ ის და მე. ხო, ეხა შენ მითხარი გიორგი. ჩემთვის ორივე უსაყვარლესი ადამიანია და სიგიჟემდე მიყვარს ორივე. ეხლა მთავარი საკითხი. ორი ადამიანის ბედი რადიკალურად შეიცვალა, იმიტომ რომ 40 წლის წინ ვიღაცამ გადაწყვიტა, რომ ახალ ნამშობიარები ქალისთვის ბავშვი წაერთმია. აპირებთ, რომ ამ საკითხს ბოლომდე მისდიოთ, გაარკვიოთ, ვინ გითხრათ, რომ შვილი მოგიკვდათ და ვინ გაყიდა მერე გიორგი. აპირებთ ამას? იმდენი გავიდა წელი, არ ვიცი, რა გავაკეთო არ ვიცი. რას ეტყოდით იმ ადამიანებს?
მე რას ვიტყოდი ღმერთმა გასცეს ყველას პასუხი ყველა ამის არც გამოძიებას აპირებთ, არც ამ ადამიანების გარკვევას ვინ იყვნენ, რატო გააკეთეს ეს. ფაქტია, რომ ბავშვი გააშვილეს და მე ამოჯახვა ნუსუბიძის ბავშვთა სახლში ჩააბარა. გიორგი, იმიტომ რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა არ ქონდა სრულფასოვანი, ხო? ეხლა მე კი ვფიქრობ მაგას, მაგრამ აი ჯერჯერობით რაღაც ის მინდა. არა, უბრალოდ გეკითხებით, ანუ შეიძლება მეც ასე მოვქცეულიყავი იმდენი დროა გასული. იმდენი დროა გასული, რომ ბევრი ის უნდა წვალება, ბევრი ის უნდა და ემოციურად გეკითხებით. ერთს ვიტყვი, ღმერთმა გასცეს პასუხი. ხო. ყველას. შენ რას ფიქრობ? თუ მე ვარ დამნაშავე, მე თუ არ და ვინც დამნაშავე იყო ამ მომენტში იმას. შენ რას ფიქრობ, გიორგი? შენი ცხოვრება საერთოდ სხვანაირად წავიდოდა. ადამიანების გარკვეულმა ჯგუფმა ესე გადაწყვიტა დედას წაართვა შვილი და ესე ნივთივით აიღეს შვილი ბავშვი და სადღაც გადადეს. ეს არის დანაშაული და ამ დანაშაულს უნდა გამოძიება და მე პირადად ბოლომდე მივყვები რომ ეს ყველაფერი გავიგო და გავარკვიო. გასაგებია. მაგრამ თავარი სიყვარული. დიახ, თავარი მაინც სიყვარული. და დედაშვილობა. კი, რა თქმა უნდა. დედაშვილობა. მე ხელს არაფერში არ შეუშლი. დედა და უნდა მიიღოი. მეუბნებოდი რომ პირველად შეხვდეთ აი ქალი მოიდა და ის ქალი მოიდა. ვინ ქალი ბიჭო? ვერ თქვა რომ დედაო. ძნელი. მე ვთქვა არ შეიძლება შვილო. იმან გაგაჩინა მე გაგზარდე. არა უშავრად. დედა დაუძახე, თორე არ ვიცი ძალიან მეწყინება მეთქვი. ეძახი დედას. ეძახს. დე. რა განცდა დეს რო გეძახით? ძალიან ბედნიერები ხართ სამივე და მეც თქვენი ბედნიერებით ხარ. ბედნიერები ვარ და რა ვიცი. ღმერთმა ბედნიერი გამყოფოთ. მეხუთე კლასში იყავით, როცა გაგაშვილეს. რა გახსოვთ თქვენი ნამდვილი წარსულიდან? ესე იგი, დავიბადე გაგრაში, მახსოვს, გვარი სახელები დედის, რა ძმის, რეალურ წარსულში? ლენა, გვარი? სვირი. წარმომავლობით ვინ ხართ აფხაზი. სინამდვილეში? რა ლამაზი ქალი ხართ. მადლობა. როდის გაიგეთ ეს ყველაფერი? მე ლელა დაგიძახოთ თუ ლენა? ლელა დამიძახი, ესე ვარ მიჩვეული. ანუ ესე იგი, მეხუთე კლასში რო ვიყავი, იქიდან კი მახსოვს ყველაფერი, მაგრამ უფრო პატარა ასაკიდანაც მახსოვს. ხო, ეხლა გავიგე ამ ახალ წელს გავიგე, აბასთუმანში ვიყავი რძლის ოჯახში და იქ იყო ერთი ქალი. და მოვყევი, ყველგან ყვები ხოლმე ამ ამბავს რა და მოვყევი რომ მეთქი გაგრიდან ვარ მეთქი და მოიცავ ერთი ამხანა გიმყავს გაგრაში და იმასთან გადარეკა იმ გოგოსთან და აღმოჩნდა დედაჩემის დაქალი. გაგრაში დარეკა თუ გაგრიდან დევნილს დაურეკა? გაგრაში, პირდაპირ გაგრაში, იქ ცხოვრობს დედაჩემის დაქალი. და აქაც არიან დევნილები, დაქალები დედის. მომიყევით თქვენი წარსულიდან, რომელიც აფხაზეთში გაატარეთ. ესე დედას ჩამოართვეს თქვენი თავი. რატომ? სვავდა. ხო. მაგის გამო. მამა არსებობდა ცხოვრებაში? მამა არ მახსოვს. ანუ მამა არც მიწერია იმაში. დაბადების მოწმობაში კი. რამდენი წლის ხართ? 46. და დაბადებული ხართ რომელ წელს? 73-ში. თვე რიცხვი? 21 დეკემბერი. დედა მერე კოლონიაშიც მოხვდა, ხო? კი, საგარეჯოში რამდენადაც მახსოვს. რის გამო იყო, რის გამო იხდიდა? აი მაგის გამო, სასჯელს არ იხდიდა, ანუ როგორ იყო, იცით, რო სვავდა, ხო მაგის გამო კურნალობდა, რა სამკურნალო ის იყო. ანუ სამკურნალო დაწესებულებაში. კი, სამკურნალო დაწესებულებაში. ეს ციხე არ იყო. გახსოვთ რამე ეპიზოდები თქვენი ბავშვობიდან? ეს რთული იყო, მძიმე იყო, პატარა გოგონა? დედასთან მივყავდი ხოლმე სვიდანიები იყო ხოლმე და მივყავდი ხოლმე სამდღიან სვიდანიაზე, იქ ვრჩებოდი ხოლმე, მე ისევ მოვყავდი მასწავლებელს ინტერნატში. ხო. როგორი იყო ბავშვთა სახლში ცხოვრება? ცოტა რთული. ხო. აი ეს პირველი შთაბეჭდილებები გახსოვთ, როცა დედას დაგაშორეს? კი. როგორი იყო? ძალიან ძიმე. ხო. ტირილში გავატარე, რა ვიცი.
უყვები ხოლმე მეტირება ხოლმე სულ მაღაზი და არ მინდა ხოლმე რომ მაღაზი ვიფიქრო ძირითადად, მაგრამ ამ ჩემი ძმის ამბავზე სულ მინდა რომ ვიპოვო, რა დიდი ხანია ვეძებ. ძმა რამხელა იყო, თქვენზე უფროსი თუ უმცროსი? არა, პატარა იყო, ფეხაუდგმელი იყო, წლინახევრისა იქნებოდა რა, რომ დაგვაშორეს ერთმანეთს, ინსპექტორმა ქალმა დაგვაშორა. თქვენ წაგიყვანეს ბავშვთა სახლში და თქვენი უმცროსი ძმა? ის იქვე დატოვეს გაგრაში. მაგრამ მე როგორც გავიგე, კოლხიდელმა ცოლ-ქმარმა იშვილეს და წამოიყვანეს საქართველოში. გასაგებია. ბებია, ბაბუა, ვინმე ნათესავი არ ყავდა? ბებია მყავდა, მაგრამ დამიღუპა მაშინ როცა იქ ვიყავი. რამდენი წლის შეიძლება იყოს თქვენი ძმა? ჩემი ძმა ალბათ 4 წლით ჩემზე პატარა. ანუ კარგად რომ დავალაგოთ ამბავი. ორნი იყავით, და და ძმა. დიახ. ვეძებთ კაცს, რომელიც სავარაუდოდ ახლა ცხოვრობს აფხაზეთში, სავარაუდოდ და არის 42 წლის. და მას შეიძლება ერქვას საშა ქვია. მაგრამ თუ ის სხვა ოჯახმა იშვილა, ალბათ გვარი ყველა ვარიანტ შეცვლილი ექნება, მაგრამ შეიძლება თქვენსავით სახელით შეუცვალეს, ხომ ასეა? დიახ, დიახ. ბოლო ინფორმაცია მის შესახებ როდის მიიღეთ? აი ბოლო ინფორმაცია ეს იყო რომ მითხრეს ამ დეიდამ მითხრა ვინც ვიპოვე დეიდაშვილები და დეიდამ მითხრა რომ კოლხიდელებმა იშვილეს რას ნიშნავს კოლხიდელები? იქ ხო არის კოლხი და გაგრაში სადაც მან ადგილს ქვია? არ ვიცი კოლხიდელებმა წაიყვანეს ასე მითხრეს. როგორ გახსოვთ აფხაზეთი და დედასთან ცხოვრება როგორ გახსოვთ? რას ნიშნავდა ქალთან ცხოვრება, რომელიც ალკოჰოლიზმით იყო დაავადებული? რამდენად რთული იყო? მე ახლა მაგდენი აღარ მახსოვს, იმიტომ რომ ძალიან პატარა ვიყავი, 5 წლის ასაკი ახლა მაინც პატარაა. რა ვიცი, ახლა მოვლით გვივლიდა, ეგ მახსოვს კარგად, მაგრამ ბებია უფრო გვივლიდა ხოლმე, მაგრამ ბებია რომ დაიღუპა უკვე, მე ალბათ მიუშვა იმანაც და შეხვედრები როგორი იყო დედასთან? განშორება იყო ძნელი ძალიან. შეხვედრები ხო საერთოდ. არ უცდია თქვენი წაყვანა ბავშვთა სახლიდან? ასე მეუბნებოდა მე პირადად, ანუ წერილსაც მწერდა ხოლმე, რომ მეუბნებოდა, რომ უნდა მოვიდე და წაგიყვანო რა, რომ გამოვალო და მე ისე მოხდა, მე მეგონა რომ მიგვატოვა, მაგრამ როგორც წელს გავიგე, ესე მითხრეს, რომ 30 წლის ასაკში დაღუპა. ვინ გითხრათ ეს? დეიდებმა და დაქალებმა. გასაგებია. ავად იყო. და მერე გაიგეთ, რომ საავადმყოფოს თავისი ხარჯებით დაუკრძალავს 30 წლის დედა თქვა. დიახ. ამიტომაც ვეღარ გნახულობდათ და ამიტომაც არ მოდიოდა. და თქვენ გეგონათ, რომ დედა მიგატოვა. მე მეგონა რომ მიგვატოვა. რა ასე რა ყოფილა. როგორ გაგაშვილეს და სად მოხვდით მერე, რამხელა იყავით, როდესაც ახალი ოჯახი იპოვეთ? ვინ იყო ეს ხალხი? გორში, ანუ გორელები ცოლ-ქმარნი იყვნენ. ცოტა ხნიერი ასაკით. თქვენ რამდენი წლის იყავით ამ დროს უკვე? 12-13 იგრე რა, აღარ მახსოვს. იშვიათად აყავთ ხოლმე ამ ასაკის ბავშვები, როგორც წესი. მე მაგალითად არ მინდოდა რა, რომ ავიყვანე ვინმეს არავის არ მიყვებოდი, მაგრამ იყო მანამდე მცდელობები? ახალგაზრდები რომ მოდიოდნენ, სულ უარს ვეუბნებოდი. რატო? აი რა ვიცი, კომპლექსი მქონდა. დედას ელოდებოდით, სახში დაბრუნება გინდოდათ? ძალიან. მერე? მერე მოვიდნენ ესენი, ალბათ ვიღაცა მურჩია. და წამომიყვანეს მე ძნელად შევეგუე. როგორი ხალხი იყო? ძალიან კარგი. კარგად გექცეოდნენ? დიახ, ძალიან კარგი და თბილი ადამიანი. მიიღეთ მშობლებად თუ ბოლომდე? თავიდან გამიჭირდა. მე უკვე დედას ცოტა უფრო ადრე დაუძახე დედა, მაგრამ მამას დაუძახეთ დედა? გამიჭირდა. კი, დაუძახე. როგორ მოვიდა ეს განცდა, რომ დედა დაგეძახათ? რა ვიცი, ალბათ მივეჩვიე. სითბოს რომ აჩვენებდნენ და რაღაც მივეჩვიე და დაუძახე. გამიჭირდა ხოლო ძალიან. მთელი ამ წლების მანძილზე ძმის მოძებნა არ გიცდიათ? სულ ვეძებდი. ხო. სულ ვეძებდი და ხანსად ვკითხულობდი, ხანსად ეხლა თან მით უმეტეს ვიცოდი, რომ
საქართველოში იყო და მაგის გამო ვცდილობდი რომ გამიგო რა. ანუ შეიძლება თქვენი ძმა იმ 300,000 დევნილ შორის მოხვდა, რომლებიც შემდეგ აქეთ თბილისისკენ წამოვიდა? არის ეს ვერსია? კი, არის. იმიტომ რომ ქართველები იყვნენ და ყველა ვარიანტში მე ასე ვფიქრობ, რომ საქართველოში თვითონაც მაგას იძახიან, რომ საქართველოშია. მაშინ თქვენ მოგმართავთ ყველას, ვინც ახლა გვიყურებთ, აფხაზეთიდან დევნილებს, თუ გეცნობათ ეს ისტორია და თუ იცით ოჯახი, სადაც იზრდებოდა პატარა ბიჭი, რომელსაც ერქვა საშა. გვარად იყო სვირი, მას ალბათ ახლა სხვა სახელი და გვარი აქვს. მას ეძებს და მთელი ცხოვრება აეძებს, რთული წარსული აქვს, საოცრად. ძალიან მძიმე, ყველაფერს კიდე არ ყვება. ძალიან რთული გზა გაიარეთ თქვენც და ძალიან მძიმე გზასად დგას ისიც, მაგრამ ეს ხომ ის კინოა ბოლოს რომ კარგად სრულდება ხოლმე და დაგვეხმარეთ რა, თქვენ მოგმართავთ აფხაზეთიდან დევნილ ქართველებს. ყველას გაქვთ ერთმანეთთან რაღაც უხილავი თუ ხილული კავშირები. ძალიან გთხოვთ, აი აქ ახლა დაიწერება ჩვენი Facebook გვერდის მისამართი, ჩვენი საკონტაქტო ტელეფონი, იყავით ჩვენთან ხაზზე და ვიპოვოთ აი ეს პატარა ბიჭი, რომელიც ახლა 42 წლის არის. გაქვთ ძმა? ფოტოსურათი არ არის არაფერი, საერთოდ აი არაფერი. მარტო ეგ არ მაქვს. დედას რა ერქვა? ნატაშა. გვარად? თქვენ დედის გვარზე ხარ? კი. დედის გვარზე. მამა არის, მამა თითქმის საერთოდ არის. უცნობი მეწერა საბუთში. თქვენი ძმის მამა? ერთი მამა გაქვთ თუ სხვადასხვა? აი ეგ არ ვიცი დაზუსტებით, რომ მე მგონი რომ სავარაუდოდ სხვადასხვა მამაა. გასაგები. დედაშენს ერქვა ნატაშა. დიახ. იქნებ გეცნობა აი ეს სახელი, იქნებ სადღაც საბუთებში, გაშვილების მოწმობაში, სადღაც ეს სახელი წერია, ნატაშა სვირი. გამოგვეხმაურე რა, დაგეძებს.